გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკდაო, შეგვიწყალე ჩვენ. ყოვლად წმინდაო სამებაო, ერთვარსებაო, ღმერთო ჩვენო, სასოებით გევედრებით, გადააფარე შენი კალთა ჩვენ სამშობლოს, ყოველ ჩვენთაგანს, ეს სულოვნებით გაგვაერთიანე და იქცევ საქართველო ხილული და უხილავი წრებისაგან. ამინ. გევედრები შენ უფალო, მადლითა და წყალობითა შენითა, გადაარჩინე, დაიფარე და გამთლიანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხედრი ჩვენი სამშობლო. დილომშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო, მადლობა გვისმენ ჭეშმარიტად აღდგა, მე აღდგომის შემდგომ პირველად მიწევს ეთერში ყოფნა და ამიტომ ყველას გილოცავთ. და ჩვენ ცხადია წარმოგიდგენთ გადაცემა, დღესაც დიდწილად გვექნება საუბარი მის უწმინდესობაზე, თუმცა მანამდე მოვესმინოთ საეკლესიო კალენდარი. 24 აპრილს წმინდა მართლმადიდებლის სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ანტიპას, ასიის პერგამის ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს პროკესის და მარტინიანეს, ღირს ფარმუთის, ღირს იოანეს, ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სენებას, იცით რომ ხვალ არის მე-40 დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორის გარდაცვალებიდან და ამ თარიღს ცხადია მიეწონება სპეციალური გადაცემა ჩვენს ეთერში, ხვალ იქნება სპეციალური ეთერი, მიუხედავად იმისა, რომ შაბათია. ჩვენ დღესაც, რა თქმა უნდა, დიდწილად ვისაუბრებთ მის უწმინდესობაზე. პირველ სტუმარს წარმოგიდგენ დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობით ტაძრის გველსახურებ დეკანოზ ირაკლი დუმბაძე. მამა ირაკლი ცხადია შეეხება მის უწმინდესობას და როგორც ყოველ პარასკევს ასევე განმარტავს კვირას საკვირაო მსახურებაზე წასაკითხ სახარებას. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდება მომღერალი ტატო გოდერძიშვილი, სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მისი უწმინდესობის შესახებ. მოგახსენებათ, ხვალ სრულდება, როგორც აღნიშნა 40 დღე გარდაცვალებიდან მისი უწმინდესობისა და ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ სიმღერა. აქვე გეტყვიდა ბერმაით ტატოს ძალიან ისეთი ახლო ურთიერთობა ქონდა პატრიარქთან, არაერთხელ ყოფილა მასთან მიღებაზე, შეხვედრაზე, შეუსრულებია სხვადასხვა სიმღერა და მათ შორის ერთ-ერთი არია, რომელიც ძალიან უყვარდა პატრიარქს და ამაზე ალბათ ტატო თავად ისაუბრებს. სიონის საპატრიარქო ტაძარში მოგეხსენებათ, რომ აი ხვალ 40 დღე ხდება და თითქმის 40-ვე დღე, 39 დღეა დღეს, არ წყდება ხალხის ნაკადი. მრევლი მოდის როგორც თბილისიდან, ასევე სხვა რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოდიან მამები, გალობელთა გუნდის წევრები, მღვდელმთავრები და აი გუშინაც სიონის ტაძარს ეწვია ხარაგაულის ტაძრის გალობელთა გუნდი. მღვდელმთავარი ამ ეპარქიისა მეუფე მალქსედეკი გადაიხადა ეს პანაშვიდი და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება სიუჟეტი, რომელიც ნინო გელაშვილმა მომზადა სპეციალურად. და ახლა ვნახოთ ამის პროგნოზი, ერთად შევიტყოთ, როგორ ემდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით.
გრძელდება ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს წარმოგიდგენ დიდი ომში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის უძველესახურე დეკანოზი ირაკლი დუმბაძე, მამა ირაკლი თემამშვიდობის და ქრისტე აღდგენის. ჭეშმარიტად ახლა მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მიულოცო ქრისტეს აღდგომის აი წმინვალი დღეების. მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ახალ ხედავთ კადრებს, ამ უნიკალურ კადრებს, რომელიც ნახავთ თემ სოფლიო და გააგურავთ თემ სოფლიო. და ხვალ არის მე-40 დღე ჩვენი პატრიარქის, ჩვენი დიდი მამის გარდაცვალებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია მე-40 დღე. იცის ეს ყველა ქრისტიანმა თუ რას ნიშნავს. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად, როგორც ყოველ პარასკევს და განმარტოთ სახარების ისმუხლები და შინაარსი, რომელთაც კვირას მოვისმენ, თუმცა დასაწყისში კიდევ ერთხელ შევეხოთ მის უწმინდესობას და თან თქვენ მე მგონი ჩვენ ისტერში პირველად გიწევთ საუბარი და საშუალება გაქვთ რომ გამოვხატოთ თქვენი დამოკიდებულება. მადლობას გიხდით პირველ რიგში მოწვევისათვის და ამ თელ საქართველოს კვლავ უსამძირებ აი ამ მძიმე დანაკარგს, რასაც ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება ქვია. აი არ დამავიწყდება ვისაც ხვდებოდი ხოლმე პირადად ჩემი განცდა იყო თითქოს აი სახურავი რო მოგეშლება სახლის სახურავი რო მოირღვევა თქვა და ესეთი განცდა იყო. მაგრამ ამავე დროს პირველი ტალღა თქვა და ის პატრიარქის გარდაცვალების მაგრამ იყო ალბათ კიდე შემდგომში საოცარი იმედიც, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი ხოლმე რომ პატრიარქის შემთხვევით არ დაქვევია ილია, იმიტომ რომ ირაკლი ილიათი შეიცვალა და მახსოვს რომ თვითონ რო იხსენებდა თავის ახოცის აი ამ ფაქტს მე უკვე ზინობა როდესაც ახოცა ილია უწოდა მივხვდი რომ ჩემში ადამიანური ძალა ღვთაებრივი ძალით შეიცვალა და ილია წინასწარმეტყველი დიდი წინასწარმეტყველია ძველი აღთქმისა და საოცრება რა არის მისი ცხოვრებისა და ეს ძალიან მანუგეშებელი ფაქტი არის რომ ადამიანს ვის სახელსაც არ ქმნით მისი ცხოვრება რაღაც დროში შეიძლება ჩვენ ცხოვრებაშიც განმეორდეს და ილია წინასწარმეტყველი როდესაც ზეცად მაღლდება ნიშნად იმისა რომ მან ღირსეულად იღვაწა ამ ქვეყანაზე ტოვებს თავის ძალის ძვირფას წინასწარმეტყველს ასევე ელისეს და ფაქტი არის ცნობილი ფაქტი არის ხო რომ ილიას თუ დიდი მადლი ქონდა ელისეს ორმაგი მადლი მიეცა კიდე ილიას ლოცვი და მე მჯერა რომ პატრიარქის ეს მეოხება ზეცაში ღმერთისადმი ჩვენი სამშობლოს მიმართ დედა ეკლესიის მიმართ იქნება ის რომ ვისაც დატოვებს აირჩევენ შემდგომში ხომ მჯერა რომ პატრიარქის ლოცვით მასაც ორმაგი მადლი ექნება რომლის პატრიარქის აი ამ დაწყებულ და აღორძინებულ საქმეს ღირსეულად ასე თქვა გააგრძელებს პატრიარქთან დაკავშირებით რა შეიძლება თქვა 50 წელი საქართველოს უყურებდა მის მარტო პატრიარქობას და ყველაზე ძვირფასი კიდე რასაც მე ამ ჩემ ცხოვრებაში აი რაღაცნაირად ვცდილობ რომ მისგან მაგალითად ავიღო არის ის რომ ბავშვობიდან ღვთისადმი შეწირული ადამიანი აი თქვა ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ აი როგორ უნდა ვიცხოვრო რა უნდა გავაკეთო და აი მაგალითი პატრიარქისა რომ როგორ რისთვის ვცხოვრო ჩვენ ამ ქვეყანაზე ხო და პატრიარქის ცხოვრება ახლა მაგალითი არის მართლა რომ და მისი ყრმობიდან ღმერთისადმი მსახურებაზე მიძღვნილი მსახურება არის და მადლობა ღმერთს ამისათვის რომ აი ყოველ ცხოვრების ყველა ეტაპზე შეიძლება რაღაცა შემდგომში მე რომ თქვა მისი ცხოვრება დაიწერება ხო ყველა ეტაპზე შეიძლება რაღაცა ყრმამ თავისი ყრმობის საშუალება მაგალითი აიღოს თქვა ბოზარდმა მოზარდობის მაგალითი აიღოს თქვა ჭაბუკმა ჭაბუკობის მაგალითი და ახლა ღვთისმსახურმა კიდე ღვთისმსახურების მაგალითი მიიღოს პატრიარქისა როგორი უნდა იყო ღმერთის წინაშეც სამშობლოს წინაშეც და ადამიანის წინაშეც და ახლა ყველა ვინც მოდიოდა ხოლმე ხო რაღაცნაირად ყველა ცდილობდა რომ თავისი პატარა თქვა თქვენ უფრო მეტი შეხება ქონიათ მაგრამ რაღაცა დოზი ჩვენს გქონდა შეხება მადლობა ღმერთს უწმინდეს პატრიარქთან ეს იყო სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი ის მადლობა ღმერთს რომ ღმერთმა ეს წყალობა ჩემს ცხოვრებაში მოიღო და უწმინდეს ის რექტორობას დაემთხვა მახსოვს რომ რაღაც ერთი პერიოდის სემინარიაში პრობლემა შეიქმნა რაღაც პრობლემა იყო მოკლედ სტუდენტებთან დაკავშირებით და მახსოვს უწმინდეს თხოვეს რომ იქნება თვითონ უწინამძღვროთ ამ ლექტორი თქვენ იყოთ ამ სასწავლებლისო არ დამოვიწყო პირველი დღე როდესაც უწმინდესი გახდა რექტორი და რომ ხა მოვბრძანდა და დილა უთენია გვეძახია რომ გამოდითო კარიდორშიო გაშლილი არის მაგიდები რომ ესე რომ ტრაპეზი რომ იაკობ მოციქულს მე ეს მახსენდება და ის იაკობ მოციქულის ეპისტოლეში არის ესეთი სიტყვები რომ სანამ ადამიანს სულიერზე დაუწყებო ქადაგებას რომ ჯერ ხორციელი მიეცი რომ სულიერის ფიქრის დროს ხორციელზე არ ფიქრობდესო და
ახრი მართლა მაგალითი იყო უწმიდესის მობრძანება იყო ყოველთვის ძალიან დიდი დღესასწაული ჩვენთან მაგრამ აი ამ კიდე ამ ფაქტს ჩემს ცხოვრებაში ერთი რაღაცა უძღო და ეს სხვა ტელევიზიაშიც მოახსენე უბრალოდ აქაც ამ ტელევიზიიდანაც გავახმოვანებ ეს იყო ჩემი სემინარიაში სწავლის მეორე კურსი იყო და მახსოვს რომ იმ პერიოდში სასწავლებელი საპატრიო ქუჩში შემაჯამებელ კონფერენციას ამზადებდა ხოლმე ყოველწლიურად და რატოღაც დავივალდებული მე რომ უნდა გამეკეთებინა თემა რომელიც ეხებოდა სოთაშორის პატრიარქთანაც იყო დაკავშირებული იმიტომ იმ პერიოდში იყო რომის პაპი ჩამოსული საქართველოში ივანე პავლე მეორე და მახსოვს რომ რაღაც ახლა როგორც წესი არის საკურთხეველში არ შეიყვანეს სვეტის სკოლის საკურთხეველში და ამაზე ატეხეს ერთი ამბავი ატეხეს ქართულმა ისტორიკოსებმა რომ პატრიარქს უწოდებდნენ სტუმართ მასპინძლობას რომ და ახსენებდნენ რომ გიორგი თაწმიდელიო შეხედე როგორი დიდებული ქართველი არისო როგორი მართლმადიდებელიო და გიორგი თაწმიდელი ამბობს თვითონ თავის ცხოვრება აი ამ თავის ცხოვრებაში მოთხრობილი არის რომ როდესაც მას აკითხებენ ლათინების სწავლებასთან და სარწმუნოებასთან დაკავშირებით გიორგი თაწმიდელი ამბობს რომ წესჩვეულებითი მხარეებიო არაფერი ყურადღება მისაქცევი არ არის თავარი სარწმუნოება მართალი იყოსო და აი გიორგი თაწმიდელი რას ამბობსო და პატრიარქს მოკლედ დაუწონებდნენ სტუმართ მასპინძლობას და რატოღაც დავინტერესდი ამ თემით რას ამბობს მართლა გიორგი თაწმიდელი და მახსოვს რომ იმ პერიოდს დაემთხვა რაღაც ძალიან ძიმე განსაცდელი ჩემი ცხოვრებისა დარჩენილი არის 4 თუ 5 დღე კონფერენცია და დაწერილი საერთოდ არაფერი არ მაქვს ერთი გვერდი მაქვს დაწერილი და დამებარი სემინარიაში რასაკეთებ არაფერი არ გაქვს მოტანილი და ახერხებ თუ არა და თემის დაწეროს მეც ვითხარი მე უფრო დოსითი არის დღეს ჩვენი დეკანი იყო ძალიან მწყინვალი ადამიანი და მე ვთხარი კი რაღაცა მოახერხებ და არ დამოვიწყება შაბათის აღამო არის და ჩასული ვარ სიონში პატრიარქი ლოცვას აღავლეს და აი შესაძლო კარებთან ვდგარ და პატრიარქთან ზურგით და არ დამოვიწყდება ეს შინაგანი რაღაცა განსაცდელი რო ხარ აი არიცი რა გააკეთე უწმინდეს ზურგიდან ვეძახი ჩუმად აი ჩუმი ღაღადება რასაც ქვია რომ უწმინდესო დამეხმარე პატრიარქო დამეხმარე უწმინდეს აი თავის ვიცი რომ ჩემი თუ რაღაცა ღვთაებრივი ძალა არ ჩაერია ამაში ფიზიკურად მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ და არ დამავიწყე მე პატრიარქის კიდე კურთხევა იყო რომ თუ რაღაცა კიდე რო გიჭირთ აუცილებლად მითო მე ჩემი მოზრისო ვინც მე ახკეცაო მე ოფიზინობის საფლავზო სამი მახსოვს სიო და მე პირველად მოხვდი მაშინ ნეველის ტაძარში და როგორც 4 დღეში თემა დავწერე ეხა თემა როგორი გამოვიდა ეს ემოცია დღევდე მახსოვს რომ საპატრიარქოში რომ პატრიარქის წინაშე რომ წავდექით აი ამ თემით წესი ესე იყო რომ ყოველი გამოსვლელი თემის დაწყების წინ კურთხევას იღებდა და თემის დასრულების შემდგომაც და როდესაც ეს მოხსენება ავიღე კურთხევა მოხსენება ეს თემა წავიკითხე და უკარო ბრუნდები პატრიარქმა ნიშნად იმისა რომ თემა მოეწონა ხელი მომეჭირა რომ აი მომეწონა გამოხატავდა ამით ხო და არ დამოვიწყება მეორე 2 დღეში საპატრიარქო და მოდის მადლობის წერილი რომ ეს ძალიან ძვირფასი თემა გამოვიდაო და მადლობა გულს ესეთი რაღაცები ძალიან ბევრი ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში კიდე რომ მისი რექტორობის პერიოდი ძალიან ძვირფასი იყო ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლიდა პატრიარქი და ყველაზე ძვირფასი ხა რაღაცა მინდა რომ კვირას არის მენესაცხელე დედების ხსენება არის ამ მართალი იოსებ არიმათიელისა ნიკოდიმოსისა მათი ხსენება არის და რაღაცა დოზით მინდა რომ პატრიარქის აი მსახურება და ეს ორი თემა ერთმანეთს დავაკავშირო როდესაც ეკლესიის მამებს უსმენ ხოლმე თქვა და ამ მენესაცხელე დედების ღვაწლზე ყოველდღე თახმენებია რომ აი რა უნდა ისწავლოს ქრისტიანმა მათი ცხოვრებაში სხვადასხვა პატრიარქის მოგიწოდებდა ხოლმე რომ მენელსაცხელე დედების ცხოვრებას უყურე და ნებისმიერი მსახურება რასაც ადამიანი ეკლესიის მიმართ გასცევს ეს არის ფაქტობრივად მენელსაცხელე დედების მსახურება იმიტომ რომ წირვაში საგანგებოდ მოიხსენიება ხოლმე აი როდესაც წირვა მთავრდება ამბიონის ლოცვას ვეძახი ჩვენ რომ მოძღვარი განსაკუთრებული სიყვარულით ავედრებს ღმერთს იმ ადამიანებს ვინც ღვთის ტაძრის მშვენიერება შეიყვარა აკურთხე უფალო შენ ისინი ვინც შეიყვარეთ მშვენიერება ტაძრისა შენისა და აი ადამიანები რომლებიც ცდილობენ რომ ეკლესიას რაღაცე დოზით ემსახურონ თქვა ზოგი თქვა ფიზიკურად ასუფთავებს ზოგი ცდილობს რომ რაღაცა თქვა შემწეობა მისცეს ტაძარს თქვა ტაძრმა ფუნქციონობა შეძლოს თქვა ზოგი ათმობის გადასახადს იხდის ხო ნებისმიერი მსგავსი სახურება არის
მენდელსაცხოველი დედების მსახურება, მაგრამ ეს ადამიანები კიდე რით იყვნენ გამორჩეულები, მარკოზის სახარებას წავიკითხავ ჩვენ კვირა დღეს, რით იყო გამორჩეული ამ ადამიანების მსახურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოციქულები შეშინებული, მამაკაცები შეშინებულები არიან, მათ გული არ უთმენს, რომ ისინი წარმივიდნენ აი ამ მაცხოვრის სამსაფლაოთან და თავიანთი ბოლო მსახურება მათ არ აღასრულონ, იმიტომ რომ ებრაულის ჯურის თანახმად, რახან მაცხოვრის გვამი, სხეული ნიკოდიმოსმა და იოსებ არიმათეულმა გადმოხდეს ჯვრიდან, ქალს აღარ შეეძლო რომ იქ მსახურებაში მონაწილეობა მიიღო. და ეხლა ამ ორი ადამიანიც კიდე ღვაწლი რითი არის გამორჩეული, რომ თუ კი თავიდან ისინი მალავენ აი ამ ქრისტესთან მათ მსახურებას, მათ ამოწაფებას, იმიტომ რომ ნიკოდიმოსი ღამით მიდის ქრისტესთან და ფარული მოწაფე არის. სხვადასხვა იონეს სახარებაში არის მოთხრობილი ეს ფაქტი, რომ როდესაც ებრაელები სინოდრის წევრები გამოუტანენ მაცხოვარს სასიკვდილო განაჩენს, უკვე რომ უნდა მოიკლას ეს ადამიანი. მაშინ ნიკოდიმოსი კითხვას სვავს, რომ თუ ჩვენი რჯული დაჭის ადამიანს, რომელსაც სანამ თავიდან მის სიტყვას არ მოისმენს და მე ნიკოდიმოსი უნდა შეს ქრისტიანი ხარ, რომ წაიკითხო წინასწარმეტყველი არ უნდა არავინ არ მოდისო ნაზარეთიდან და ანალოგიური იოსებ არიმათელის თუ კი მათამდე რაღაცა დოზით მალავენ ისინი თავიანთი სარწმუნოებას უკვე მათ მიეცათ საშუალება რომ ის მათი სიყვარული ღვთისადმი და ერთგულება ამით გამოხატო, გამოავლინო და ფაქტი არის ამის შემდეგ რომ ისინი უკვე დევნილი არიან ებრაული საზოგადოებისაგან, როგორც გადმოცემა არსებობს, ესე იგი ნიკოდიმოსი გამალიელთან გააგრძელებს ცხოვრებას, დევნილი არის ამ სინოდისგან გარიყული, იოსებ არიმათელი კიდე მიდის ბრიტანეთში და ბრიტანელები თავიანთ განმანათლებლად მიიჩნევენ წმინდა იოსებ არიმათეელს. როდესაც ეკლესიის მამები აი ამ ხას უსვამენ ამ მენდელსაცხოვლის ზღვას, ერთ რაღაცაში თანხმდებიან, რომ ეთქვათ, სადაც ეკლესიის მამათა გონება არის ძალიან ძვირფასი, რომ რაღაცა მოვლენას სხვადასხვა კუთხიდან დაგანახებენ, თქვათ, ზოგიერთი მამა თქვათ, მათ უშიშრობას უსვამს ხას, რომ როგორი უშიშარნი არიან ისინი ღმერთთან აი ამ ფაქტის წინაშე, რომ დევნულები არიან, მაგრამ ღმერთი იმდენად უყვართო, აი ამ სიყვარულში შიში გვერდზე განიდევნება. და მოგვიწოდება ჩვენ ქრისტიანებს, რომ ქრისტიანი უნდა იყოს უშიშარი. უშიშარი ხანდახან როგორც უხორცო და სხვათა შორის აი ამ უშიშრობაზე ვფიქრობდი, გამახსენდა ჩვენი პატრიარქის ასევე აი დამოკიდებულა გახსოვთ კორონავირუსი რო გავრცელდა, რა მოხდა მაშინ მთელ მსოფლიოში ტაძრები დაიკეტა და როგორ მახსოვს ბერძენი სასულიერო პირები როგორ ასე თქვა შეგვენატროვდნენ რომ შეხედეთ ამ პატარაერსო რა გააკეთესო მათო ეხა საამაყო ეს ჩვენი პატრიარქისადმი მორჩილებამ გამოიწვია და მისმა შინაგანა რწმენა რომ თუ კი ღმერთთან ხარ რიღასი გეშინია და თუნც მოუკვდეთ ჩვენ ხო ვიცით რომ ქრისტეს წინაშე სიკვდილი არ არსებობს ჩვენი გარდაცვალება სიკვდილის სიცოცხლეში გრძელდება ეს უშიშრობას ეკლესიის მამები ხაზგასმულად აქცევენ ყურადღებას რომ ქრისტიანი უნდა იყოს ღმერთთან ურთიერთობაში უშიშარი და პლუს ამას ყველაფერს საფუძვლად უნდა ქონდეს ძალიან დიდი სიყვარული. ეს გვაჩვენებს მენდელსაცხოველი დედება, მაგრამ ერთი წმინდა მამა, წმინდა ეგნედე ბრიანჩანიოს აქვს ძალიან საოცარი ქადაგება და სწავლება ამ თემასთან, როდესაც აი ამ მენდელსაცხოველი დედების ღვაწლს იხსენებს, აი როგორი სწავლება ესე იგი მიდიათ მენდელსაცხოველი დედები აი ამ სხვადასხვა ამ კვირა დღის სახარებაში იქნება ამოკითხული ეს ფრაგმენტი და კითხვას სვამენ რომ ვინ გარდააგორებს ლოცს ამ საფლავისაგან და წმინდა მამა ესეთ რაღაცას ამბობს რომ ეხლა როდესაც განმარტელები სახარებას განმარტავენ ზოგი თქვა ისტორიულად განმარტავს ზოგი თქვა რაღაცა ფიზიკურად თქვა რაღაცა კონტექსტ გაგვიცხადებს და გაგვიცხოველებს ასე ვთქვათ, მაგრამ არის მამები რომელიც სიმბოლურად განმარტავენ თქვა სახარებას, რომ თქვა აი ქრისტეს საფლავი არის ჩვენი გულიო, ეგ წმინდა ეგნატე ამბობს და გული რომელიც უნდა ყოფილიყო ღვთის ტაძარი და ეს ტაძარი გადაიქცა ასე საფლავად. იმიტომ რომ მასში კი არის ღმერთი, მაგრამ ღმერთი მკვდარი არის და რითი არის მკვდარი? ჩვენი ცოდვებით. და ეს ყველაზე მძიმე რაც აი ამ საფლავზე არის მიგორებული ეს ლოდი ეს არის ყველაზე მძიმე ცოდვა, რომელსაც ეკლესიის მამები ხშირად უგრძნობელობას უწოდებენ. აი, როგორი საოცრება არის ხა. წარმოიდგინეთ, ქრისტიანი არის ადამიანი,
მონათლული არის ნათლისღების გზით მის გულში ქრისტე შევიდა ეს გული უნდა ყოფილიყო ტაძარი ღვთისა იმიტომ რომ ჩვენ ხო სასუფეველო სადღაც შორეულ საუკუნეში არ ველოდებით ან ჩვენ აქვე ველოდებით ამ სასუფეველს და მაცხოვრის მოწოდებაც როგორ არის რომ თქვენი გულები უნდა გადაიქცეს ღვთის სასუფეველად ტაძრად სადაც ადამიანი ღმერთს ემსახურება და აი ამ კუთხით წმინდა პეტრე მოციქულს აქვს საოცარი სწავლება რომ ყველა ქრისტიანი თავის ცხოვრებაში უნდა იყოს მღვდელი რომ მღვდელი მარტო ის კი არ არის ვინც თქო ტაძარში დგას და ღვთის სახურებას აღასრულებს მღვდელი არის ადამიანი ვინც თავის შინაგანში ღმერთს უსიტყვობს და უსისხლობს სხვებს შესწიროს და უსისხლოს და სიტყვიერი მსხვერპლი არის ჩვენი ლოცვა და ეს უგრძნობელობის ლოდი არის მეგობრებული მოკლედ აი ამ საფლავზე და ეს წმინდა მამა ძალიან საინტერესოდ ხადაგებს რომ რა მოიტანა ჩვენ ცხოვრებაში ეს უგრძნობელობა. ნუ ხარი ადამიანები თქვა ქრისტიანი არის როგორც გითხარით ნათლისღების გზით ქრისტე მისში არის დამკვიდრებული მაგრამ ქრისტე მკვდარი ხო მკვდარი არის უყურებ ადამიანს არაფერს არ გაძლევს მასთან შეხება იტყვის რომ ქრისტიანია არის მახსოვს არ დამავიწყდება ჩემს ბავშვობაში ერთხელ ახალი ანთებული ვარ შინაგანად სარწმუნოებით და მინდა რომ ყველას გავაგებინო რომ ეკლესია როგორი დიდებული არის და მახსოვს ჩემს ახლობელთან შეკრებილები ვართ თავისა მეგობრები არიან მოსულები და ერთი გოგონა ამბობს რომ მე გალობელი ვიყავიო და ეს ვიყავიო ცოტა ყურში ცუდად მოხდა რას ქვია იყავი და აღარ ახა როგორ შეიძლება თქვა და ადამიანი ტაძარს აი რაღაცე დოზი ტაძარს შეეხო და მე შენ იქიდან წამოხვიდე და მაგრამ სამწუხაროდ ესეც ხდება ხოლმე ხო რომ ადამიანი თქვა იწყებს რაღაცა მსახურებას მე მის გულში თითქოს ღმერთი კვდება და კვდება რითი როცა ადამიანი აი თავის აი ცხოვრების წესად აირჩევს მიწისადმის მსახურება სხვადასხვა ძალიან საინტერესო არის ამ ხრივ აი მაცხოვრის ქადაგებას რომ როდესაც ამ საუბრობს თესვარით თესლის დასათესად გამოვიდაო და ზოგიო მიწაზე დავარდა ნიკო გზაზე დავარდაო ზოგიო კლდოვანზეო ზოგი ეკლოვანზეო ზოგი კიდე ნოყირი ნიადაგზე დავარდაო და ერთი საოცარი სიტყვა არის აი ეკლოვან ნიადაგზე დავარდილი ადამიანების გული როგორი არის რომ ეს ადამიანები არიან ვინც ამ სიტყვას ძალიან მიიღებენ დიდი სიხარულითო მაგრამ ამ წუთის სოფლისადმი ზრუნვა და სასტური სიმდიდრისა ადამიანის ცხოვრებაში აი ამ მართვას ახშობს და ეკლესიის მამები ამბობენ რას რომ ხო აი თქვა მე მინდა რომ გავიგე რომ გავაცნობიერე რომ ჩემი ცხოვრება დასასრულისკენ მიდის და მინდა რომ შევცვალო აღარ მინდა რომ ეს უგრძნობელი ვიყო უგრძნობელი არ მინდა რომ საღვთო საგნებისადმი მიმართ ვიყო იმიტომ რომ აი თუ ლოცვაზე ვდგება მინდა რომ ლოცვა ღირდეს მართა და არ იყოს მართა არ გავრბოდი ამ ლოცვიდან თქვა წმინდა წერილს ვკითხულობ არ მინდა რომ ეს წმინდა წერილი რაღაც მართა საგაზეთო სტატიისავით იყოს რომ წავიკითხე და აღარაფერი არ დატოვა ჩემს გულში მინდა რომ შეიცვალო ჩემ ცხოვრებაში წირვაზე რომ ვდგება მინდა რომ ჩემო გულმა რაღაცა იგრძნოს და მაგრამ ხდება ხოლმე რომ ადამიანის ეს მცდელობები ხშირ შემთხვევაში არის აი უშედეგო ასე თქვათ და იქ სწორედ აი ხარი საოცარი რამე რასაც ეკლესიის მამები ამბობენ რომ ვინ გარდააგოროს ლოდი კარის ამისგან საფლავის ადამიანი ძალისხმევით ფიზიკურად შეუძლებელი არის რაღაცა და ეს აი ლოდის გადაგორება მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ ღვთაებრივი მადლის ემოქმედება რომ როცა ადამიანში მოქმედებს მადლი და ვისში მოქმედებს ეს მადლი როდესაც ღმერთი ხედავს რომ ადამიანი შრომობს და წვალოს და უნდა რომ რაღაცა მის ცხოვრებაში შეიცვალოს აი ღმერთი ასეთი ადამიანის გულს აჯილდოს აი მადლი და ეს მადლი გადააგორებს აი ამ ლოდს და ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანი რომელიც აი ეკლესია თქვა კლავ ღვთისაკენ მოიქცევა შეიძლება ერთ დღეს არა ორ დღეს არა მაგრამ გადის რაღაცა პერიოდი და მისი გული კლავ ათრთოლდება ღმერთთან ურთიერთობის და პირველი ნიშანი ეს არის გულის სიჩვილი რასაც ეკლესიის მამები უწოდებენ ესე სირბილე თქვა შეიძლება ცრემლი გაჩნდეს შეიძლება კლავ გულმოწყალება გაჩნდეს და ეხლა ამ თემაზე რომ ფიქრობდი კიდე გამახსენდა ესეთი საოცარი რამე კიდე ახალგაზრდა ბიჭის აღსარება ჩავებარი აბასწინად და დიდი ხანი ეკლესიაში არ ყოფილა და ესე იგი ესეთი რაღაცას მამობს რომ აი მამო მეგონა დაკარგული ვიყავი უკეო რა მაგრამ ჯარში მსახურობს დაკარგული ვიყავი რა გაგები თუ ბავშვობაში ეკლესიაში დაიარებოდა მე როგორც ხდება ხოლმე რომ აი სიჭავა ადამიანის გამოდის უკვე თავისუფალებას მოიპოვებს სულწლოვანი არის და როგორც ხდება აი სიჭაბუკის წოდები შემოეპარება ხოლმე ადამიანს და მე რაღაცა ცხენი ეკლესიაში მოსვლისა ღმერთის წინაშე წარდგომისა და როგორც ჯარისკაცი ვალდებული ვიყავი პატრიარქის ცხედართან მდგარიყავიო და სასწაული მოხდა უკვე ცრემლები თავისი მოდიოდაო და ვცილობდი რომ ცრემლები შევეკავებინა მაგრამ ხან გამოდიოდა ხან არ გამოდიოდა მივხვდიო რომ რაღაცა ჩემს ცხოვრებაში შეიცვალაო და ეს მოსულიყო ახსარებაზე და თან ის უხაროდა რომ მანოდეო ჩემ მეგონა რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა მაგრამ აი ამ დღეებაო რაღაცა ჩემი გული კვლავ გააცოცხლაო და მინდა რომ კვლავ ღმერთთან დავბრუნდეო და ეს ერთი მაგალითი კი არა რამდენი ადამიანი მოვიდა
მახსოვს რომ პატრიარქს პირობა მივეციო ცხმის ცხედართან რომ ვიყავი რომ პატრიარქს პირობა მივეციო რომ ჩემ ცხოვრებას შევცვლიდიო და აი მადლობა გოს ახლა მელესაცხლო დედების ზღვაც რო უყურებ თქვა და აი ამ დიდ სასწაულს რასაც ქრისტე ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში აკეთებს ღმერთი ხო მარტო ესე არ მოქმედებს ზეციდან ვიღაცის საშუალებითაც მოქმედებს ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი და მადლობა გოს რომ ღმერთმა აი რაღაცა მე მგონია დღევანდელი დღე რაღაც ერთგვარი შემაჯამებელი იქნება ხვალ უწმიდესის 40 არის აი ღმერთმა პატრიარქი გამოგვიგზავნა და ისეთი რომელთანაც შეხებიდას მე მჯერა რომ ადამიანის შინაგანი იკურნებოდა და თუ ვიღაცა ვერ განიკურნა იმისაც მჯერა რომ იქიდან ილოცებს რომ მისი შინაგანი განიკურნოს და ამის მაგალითები ეკლესიის ცხოვრებაში მრავალი არის. აი თქვენ ხაზს გაუშვით ახლა და პარალელიც გააკეთეთ მის უწმიდესობასთან რომ სამენაცხელ დედებს საუბრობ და კარგად თქვით რომ აი ღმერთშეულია ლოდის გარდაგორება. ალბათ ერთ-ერთი მთავარი უნდა ვიღოთ თუ არა ყველა დიდი მაგალითი დედებისგან ერთგულების. ჩვენ ვიცით რომ მოციქულებიც კი შეშინებულები არიან, ჩაკეტილები არიან, ეს დედები გაბედულად მიდიან და მანამდე სულ დაყვებენ და ძალიან ერთგულები არიან, ხო? მარიამ მაგდალინელი რომელიც ტრანსფორმაციას ახდენს თავის ცხოვრებაში და საოცარ ერთგულებას იჩენენ და როცა ღმერთი ხედავს ერთგულებას და ღმერთი ხედავს გულს წმინდა წერილიდან ვიცით, ხო? თვითონ ღმერთი გვეხმარება მე ყველაფერში რომ ის რაღაც ჩვენ რაღაც წარმოგიდგენთ თუათან შეიძლება შიშით სწორები ღმერთი გიფარავს და გადაძლევს საშუალებას. არის თუ არა ეს უმთავრესი მაგალითი დედებისგან? რასაც ჩვენ კვერას მოვისმენთ. რა თქმა უნდა, ხო გითხარი რომ 1000 მრავალი კუთხიდან შეიძლება შეხედო დედების აი მოღვაწს და ერთ-ერთი რა თქმა უნდა ეს მომენტი არის რომ ანუ ეს უბრალოდ როგორი მომენტია იცი რომ არის რაღაცა რაც ადამიანის ცხოვრებაში თქვა თელ ცხოვრებას ლაიტმოტივად გაზებს და აი გვირგვინი არის მისი მოღვაწეობა ასე თქვა ეს უშიშრობაც ეს ერთგულები არიან მაგრამ და თქვა ერთგულები იყვნენ რაღაც ბუდოზით მოციქულების ხო მაგრამ შეშინებულები არიან ხო ადამიანები ხო და მანამდე პეტრე მოციქული ყურსაჭირის იქვე შეიძლება იქვე მოყვა მაგრამ გამედულია იმათაც ისინი ერთგულები არიან ეხლა პეტრე თუ დარდოს სახარებაში ხალგასმული არის წადი და უთხარი მოციქულის და პეტრეს რომ პეტრე დაბნეული არის პეტრე უნდა იყოს კლდე ისე მისი შინაგანი სარწმუნოება უნდა გახდეს კვლავ საფუძველი ქრისტეს ეკლესიის იმიტომ რომ მისი აღსარებლობა იყო ძალიან ძვირფასი მაგრამ ეს ერთგულება ძალიან ძვირფასია და ერთგულებას მოაქვს მე აი ღმერთთან მსახურებას მოაქვს თავის ადამიანის ცხოვრებაში მრავალი ნიჭი ერთ-ერთი არის როცა ეკლესიის მომბიავება და ეს სიყვარულის აი გვირგვინი მოღვაწეობის არის სიყვარული როდესაც ადამიანი ღმერთს სიყვარულით ემსახურება მაგრამ ერთ-ერთი კიდე როგორც აი რასაც ეკლესიის ხას უსვამენ ეს არის აი უშიშრო იმიტომ რომ სხვაგვარად ჩვენ ვერ გავიგებთ როგორ შეიძლება თქვა და აი ეგეც აღარ უწმინდესი ვახსენე როგორ შეიძლება თქვა მოწამეებს თქვა სიკვდილის წინაშე რომ დადგებოდნენ თქვა აი ამ სიკვდილის ფაქტის ყურადღება არ მიექციათ იმიტომ რომ იციან რომ ღმერთში მარადიული სიცოცხლეა და ეს შიში მე ესე უყურებ რომ ეკლესიურ ცხოვრებაში უკან იხევს ხოლმე და მე არ დამავიწყდება ის რაღაცა ჩვენ მეცხოვრებაში რომ გამოცადე აი სხვები დაშიდებული თქვა ადამიანის ხელს აღარ ათმევენ ადამიანს აღარ კოცნიან იმის ნიშნად ვაიმე რამე არ დამემართოს და მე ჩემ გულში ხო დავაფიქრე იმ მომენტში რომ აი რომ პატრიარქის ღვაწლით ეს შიში რაღაცნაირად უკან გაქრა და მე მგონია რომ ეს იყო პატრიარქის ლოცვის და ზოგადად ეკლესიური ცხოვრების შედეგი არის სიკეთები რომელსაც ღმერთის ჩვენ გვიგზავნის ამ ცხოვრებაში დიდი მადლობა მამერეკ დიდი მადლობა საუბრისთვის დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 ქართული მოწამის სახელმწიფოს ტაძრის დოლსახური დეკანოზი ირაკლი გუმბაძე გვესაუბრებოდა 9 საათი ერთად აღავლინოთ უსადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვაუდეთ დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა
და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ბავშვს უნდა ვასწავლოთ ცოდნა, შევაყვაროთ, კი არ ვაიძულოთ, რომ
გაკვეთილები გამზადოს. არამედ უნდა თვითონ ჰქონდეს სიყვარული ამისი. განწყობა უნდა ჰქონდეს და უნდა უყვარდეს მას თავისი მასწავლებლის, თავისი მშობელის და ის საქმე, რასაც აკეთებს. და ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ შრომა აუცილებელია. აი სულ ფეხზე რო გაივლის ბავშვი, იქიდან უნდა ვასწავლოთ ჩვენ შრომა და ერთგულები გამოდიან ქვეყნისაც, მშობლებისაც. ასეთ მომავალს ხედავ მე. ჩვენ არ უნდა წარმოიდგინოთ ჩვენი მომავალი აი შავ ფერებში. ჩვენ არ უნდა წარმოიდგინოთ ჩვენი მომავალი როგორც ყოფნა არ ყოფნის მდგომარეობა. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. გრძელდება ჩვენი გადაცემა, შემოგვიერთდა სტუმარი, მომღერალი ტატო გოდერძიშვილი. მასთან ერთად ვისაუბრებთ მისი უწმინდესობის შესახებ. ტატოს ჰქონდა ბედნიერება არაერთხელ შეხვედროდა მას, მისთვის შეესრულებინა პირადად მისი სურვილით. სხვა სიმღერა და მათ შორის არია, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ განსაკუთრებით უყვარდა მის უწმინდესობას კლასიკური მუსიკა და ხვალ ვიცით, რომ 40 დღეა და აი ტატოსთან ერთად გავეხსენეთ პატრიარქ ტატო დილამშვიდობისა, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით თქვენ არჩეულ ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა ცოტა რთულია. მაგრამ ჩემი განცდა მინდა დავიწყო იმით, რომ დღესაც კი ამჯერა და მგონია რომ და დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელიც ალბათ უნდა ყოფილიყო სულ. ახლა ესეთი განცდა მაქვს, რომ პატრიარქი არასდროს არ გარდაიცვლებოდა. მაგრამ ალბათ უფალმა ინება და თავისთან წაიყვანა ჩვენი პატრიარქი. თუმცა დაგეთანხმები ნამდვილად თქვენ თქვით ესეთი სიტყვები, რომ ყველას თავისი პატრიარქი ყავდა, ნამდვილად ასე იყო. არ დაავიწყდებოდა არც ერთ ადამიანს, ვინც კი ერთხელ მაინც შეხვდებოდა მას, მისი სითბო, მისი სიყვარული, მადლი, რომელიც ასე იფრქვეოდა და გადმოდიოდა, ასე უშურველად თითოეული ჩვენთაგანისთვის. ძალიან რთულია ამ სიტუაციიდან დღევანდელ დღეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენი პატრიარქი ჩვენს გვერდით აღარ არის. თუმცა არის კიდევ მეორე განცდა, რომელიც კიდევ იმედს გაძლევს, რომ ის მეუხია და ილოცებს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მართლმადიდებლისთვის იმიერი საქართველოდან. რატო აი კადრებში ვხედავთ ახლა ჩვენ ფოტოებს მასთან და ახლა მეც ყოფილა შემთხვევა რომ არაერთხელ ვიყავი ასე რეზიდენციაში საპატრიარქოში ხშირად. ხო, როცა შენ შეგისრულებია და მე იმის მომწრიც ვარ რომ უკითხავს რატო არ და ერთხელ ნეოსაც ვიტყვი რომ ესე იგი რაღაცა მისი საიუგილეო თარიღი არ მახსოვს რა იყო, შეასრულე და უკვე რომ დავიშალეთ, მე მოვიდა ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი. და ესე რა ქვია, შენ გამოგიძახა მოვიდეს კიდევ დღეს. აი როგორ მოხდა, როგორ დავაკავშირდი და აი ასე თქვენ პირველი შეხვედრა რომ გაიხსენეთ. სამი სიმღერას წარმოადგენ, რომელიც უნდა შეგვისრულდა ასევე აქ ისტორია. საოცარი ისტორია იყო ნამდვილად კი. მიმარიაზეთ გითხარი რომ მოხდა ხშირად გასხდება. აი უცბად ვიტყვი წეგან ახსენეთ თქვენ რომ მე-11 პირველი პირი იყო ეს საღამო მახსენდება. როდესაც მე მივედი, სულ მღეროდი ხოლმე მის საყვარელიას კალაფისარიას, ვინჩეროს. ძალიან უყვარდა და ვიფიქრე კაცო, ხო შეიძლება გამუნდმებით ეს სიმღერა მომღერო ერთი და შევცვალე ერთხელ და მიმღერე კარუზო. ხო და ბოლოსკენ უკვე რომ გადავიდა შეიძლებაო ჩემთან და კი მეთქი უწმინდესო და ჩემი საყვარელი არიან მიმღერე და მაინც ის არიან მომღერა ბოლოს. იყო ასეთი
ეს ბედნიერება იყო. მადლობა ღმერთს რომ ჩაკიჭრები ბოდიში გაგრო გაგძელებ. მე ეს თვისება ქონდა საოცრად. აი მისი მზრუნველობა იყო ესეთი რომ ბევრი მოყვება, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა დღეს წარმატებული მომღერალი შენ შემთხვევაში ეს იყო რომ თუ ხვდებოდა ნიჭის პოტენციალს უნდა და რომ აი პირველი პირი მოვიდოდა თუ იმ პროფესიის ცოდნე მოესმეინებინა თითქოს რაღაცა ხელი შეეწყო ენახებინა და დახმარებოდა და შენ შემთხვევაში მახსოვს რომ ასმეინებდა ხოლმე ბევრს ძალიან და მე მითხრა რომ რამდენი წლისა ხარო მე ვთხარი თქვენ უწმინდესობა სადღაც 38 წლის ვიყავი 39-ის პირველად რომ გავიცანი და მეთქი ამდენის ვართქო და ცოტა დაგვიანებულიაო მაგრამ შენ თუ გექნება სურვილიო დიდი სიამოვნებითო მოგეხმარებითო მე ვეტყვიო ადამიანებსო შესაბამისათო რომ მოგხედონო და ოღონდ შენ უნდა მოინდომო რომ ეს ნიჭიო განავითაროს კლასიკურ მიმართულებაზე იყო საუბარი ნამდვილად შენ გაქვს ამის პოტენციალი და აუცილებლად უნდა გამოიყენო იმიტომ რომ ეს არის ღვთის მიერ ნაჩუქარი ნიჭიო მე მახსენდება ერთი საოცარი ისტორია მომწიფდა იმაზე საუბარი რომ უნდა დაწერილიყო ჩვენი უწმინდესობის ჩოხოსნების ჰიმნი მე თვითონ ჩოხოსანი გახლავართ და დაიწერა პირველად შეიქმნა ლექსი ბატონმა ნიკოლოზ გოდეძიშვილმა დაწერა ეს ლექსი რომ მოусმენია მეორე წაუკითხებია ბატონ ნიკოლოზისთვის ჩემი გარებიძაშვილი გახლავთ ვამაყობ რომ ესეთ ნიჭიერი კაცია და უკითხებია რომ ეს უნდა იყოს ჩოხოსნების ლექსი ეხლა გვინდოდა სიმღერასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ვინ იმღერებდა და მე უნდა მემღერა და მქონდა ბედნიერება მივედით და შევეკითხეთ თქვენ უწმინდესობა ვის მოიაზრებთ რომ მუსიკა დაწეროს და საპასუხო კითხვა გითხრა თქვენ რას გვეტყვით რას გვირჩევთ და როგორც ჩვეოდა თქვენ რას ფიქრობთ და მე გავთამამდი რაღაცნაირად მეთმა მაპატიო შემინდოს და უთხარი რომ ალბათ ჩემი აზრია მეთქი თქვენ უწმინდესობა თუ ბიძაჩემი დაწერს ლუგზა თუშიშვილი იმიტომ რომ გამოცდილება აქვს ასეთი ჟანრის მუსიკის განსაკუთრებით პატრიოტული თემატიკის და კი ბატონო დაწეროს ოღონდ გულითა და სულით დამილოცნი ხართ არ დააკლოთ არაფერი ოღონდ მე უნდა მოვისმინო პირველი ეს სიმღერა რა თქმა უნდა თქვენ უწმინდესობა წავედით შეულდექით ამ სიმღერის ჩაწერას მახსოვს კვირანახევარი მოუნდით თავიდან არის ესეთი ადგილი სადაც გალობენ ბავშვები ანუ ანგელოზები იქ ბატონი დავით არჩოძე დაგვეხმარა დიდი მადლობა მას თავის ბავშვებთან ერთად ჩემი დიშვილი მარიტა ხვედელიძე გვერდში დაგვიდგა და ისიც დაგვეხმარა ჩაწერა შემდეგ უკვე შუებში სადაც მისამღერები იყო იქ იყო დიდი ანსამბლები საჭირო და ჩემს გივისა და ჩემს ზურა ბაკურაძეებს ვთხოვე მეთმა გაანათლოს ჩემი ზურა სული როგორ მახსოვს როგორი რუდუნებით როგორი სიყვარულით ღამის 3 საათამდე 4 საათამდე ყოფილა რომ არ წასულან და გვერდში მედგნენ და წერდით და თან მით უმეტეს ვისთვის იწერებოდა ეს ხო გააზრებული ქონა თვითონ ჩვენთაგანს და გვინდოდა რომ ძალიან მაგარი გამოსულიყო და როგორც ჩვენმა პატრიარქმა გვაკურთხა გვინდოდა რომ 17 მაისს გაჟღერებულიყო ეს სიმღერა ჩვენ ჩოხოსნების ჰიმნი და დაგვიბარა 16 მაისს მოკლედ 15 მაისს დავამთავრეთ ჩვენი ჯგუფით ეს სიმღერა მაგრამ ბოლოს ზაზა გოჩიტაშვილს დიდი მადლობა ასევე და გია მაჭარაშვილს არანჟირების ავტორს და ბოლოს მოკლედ ერთი ორი ადგილი იყო ზაზას გამოეპარა ეთყობა და მუსიკა იყო უკან და გუნდები იყო წინ და ბოლოში კიდე პირიქით მუსიკა აჭარბებდა აი ძალიან პატარა წამებზე ალაპარაკი და ჩვეულებრივი ალბათ პროფესიონალი ადამიანსაც გაუჭირდებოდა ამ ადგილის სახმა მაგრამ სხვა გზა არ იყო ზაზა რომ მითხა ეხა მე რო კიდე დავშალო ეს სიმღერაო ჩვენ კიდე 3 დღე ვეღარ ავაწყობთო და გეხოცები როგორიც არისო ესეთიო წაიღეო და ამ დღეებშიო გავაკეთებთო მაგას აუცილებლადო და წამოიღე ეს სიმღერა ისეთი როგორიც გავაკეთეთ მოვედით 16-ში შევედით საღამოს 9 საათის ლოცვას დავესწარით უწმინდეს უთხრეს რომ მოვიტანესო ჰიმნიო ძალიან გახარებული დახვდა აბა ჩართეთ მომასმენინეთ და მოვასმენინეთ ერთხელ გავიდა კიდე 15 წუთი მე მეორედ მოითხოვა მეორედაც მოვასმენინეთ და მე მომიხმო რომ მოდი ჩემთან მოდი უყვარდი განსაკუთრებულად და რატომ რო გაიგო ჩემი წარმოშობის შესახებ გოდეძიშვილი რო უთხრეს ტატო გოდეძიშვილი ეს გოდეძიშვილიო საიდან ახარო შენ და მე ვთხარი ჩემი წინაპრები პაპის პაპა არის წამოსული სოფელი სნოდან სესხლის აღებას თქო და ეს რო გაიგო იმის შემდეგ ხან ყაზბეგურას მეძახო და ხან ჩემი ბიჭი სად არის და ასე მომიხმო რა მივედი და
ძალიან კარგია მომეწონა უგონთ ორ ადგილზე ჩასასწორებელია ზუსტად იმ ადგილებში რომელ ადგილებში მეთქი თქვენ უწმინდესობაო და ბოლოებში ერთხელ ამოვარდნილიაო და აი შოკში ვიყავი მართლა დედასპიცაო როგორ შეიძლებოდა ადამიანს აი ამ დონეზე ცოდნოდა მუსიკა და შესისხორცებული ქონოდა ეს ხელოვნება რა თქმა უნდა არ გვაკურთხა მან მე შევეკითხე გვაკურთხებთ რომ ხვალე მეთქი გაშხედდეს ეს სიმღერა თქვენ უწმინდესობაო და ამას რა თქმა უნდა ჩავასწორებთქო და ხმა არ მოუხია შემდეგ ძალიან დიდი ხნის ოცნება მქონდა რომ მან მისთვის მეთხოვა რომ კონკრეტულად მისთვის მემღერა და თხოვე შეიძლება თქვენთვის ვიმღერო და იმღერე და თეთროიართან დავჯექი მახსოვს ახლა ავარჩიე სპეციალურად კონკრეტულად ეს იტალიური არია ერთ-ერთი და მინდა რომ შესავალი გავუკეთო დავადებ ამ კლავიშებს ხელს მიკანკალებს ეს ხელები ავიღებ ესე ვშვები კიდე სამჯერ დავადე და ვერ ვიწყებ რა ძალიან ნერვიულობ და პირდაპირ იყო ძვირფასესი ხატი დედა ღვთისმშობლის კარგად ვიცი ფრესკადიდი და შევხედე და შევებედრე რომ ოღონდ მეთქი ახლა გამოძლიერე დედა ღვთისა და მამღერეთ თქო ჩემი პატრიარქისთვის ჩვენი უტკბილესი პატრიარქისთვის თქო და მე რაც გინდა მეთქი რა ვიცი როგორც თქვენ ჩათვლით საჭირო ოღონდ ახლა ვიმღერო და აღარ გამეკეთებია შესავალი პირდაპირ როგორც კი დავადე ხელები დავიწყე თავიდან საოცრად ღელავდი და ვერ გავართვი თავი პირველ კუპლეტში და შემდეგ უკვე ნენელა დამშვიდდი და თელი ემოციით ვიმღერე დამთავრდა სიმღერა 2-3 წამი ტაში არის მის და ასე ავიღე ხელები და ესე შემოვიღე ეს თავის გავაკეთე რომ მეთქი რა გავაკეთე ამისთანა რომ კაციშვილი საერთოდ არც კარგი ბიჭი ხარ არც რაღაცა ვიღაცასრებოდი ხო როგორ რა თქმა უნდა სადღაც 50 ადამიანამდე მათ შორის მეუფეებიც იყვნენ და დედაობიც და სადღაც 3 წამის შემდეგ ატყდა აჟიოტაჟი ბრავო ძალიან დიდი მადლობა უნიჭიერესი და რაღაცა და ჩემთვის ძალიან ესე მოგზალებულად ვიყავი და ისე გავიხედე შეშინებულმა უკან და ესე რომ გავიხედე ვხედავ რომ ჩვენი პატრიარქი ფეხზე დგას დაცვისთვის ვთქვია რომ ფეხზე ამაყენეთო და ფეხზე დამდგარი მიკრავს და მოდი ჩემთან მოდი და მივედი დავიჩოქე რა თქმა უნდა ჩამიხუტა გულში მომეფერა შენ მე გამაოცე და ეს სიტყვები რომ მითხრა თავიდან ვერ გავიაზრე რა მითხრა და ბიჭები მეუბნებიან ზუიად ცეხნიაშვილი იყო ჩვენი ლაშა იყო თვითონ ნიკოლოზი იყო ლექსის ავტორი რომ შენ წარმოგიდგენია რა გითხრაო პატრიარქმაო და მე რეხა წარმოვიდგინე მე რეხა მივხვდი იმდენად ემოციებში ვიყავი და რა თქმა უნდა ჩემთვის ეს ძალიან დიდი ჯილდო იყო არ მიყვა საკუთარ თავზე ლაპარაკი 22 საერთაშორისო ფესტივალთან მოგებული მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო თუ კი მე რამე მინახავს და გამიკეთებია ამ ცხოვრებაში ღვთისმადლით რა თქმა უნდა. ბოლო შეხვედრა და სიმღერა პროსტობი იყო მის დაბადების დღეზე? მის დაბადების დღეზე 4 იანვარი. ხათაშორის როგორც ყოველთვის ჩემს კახას მიყავდა და უმღერე სოლემიო. 4 ელისაბედს მიყავდა. მე არ ვიყავი. არ იყავი თქვენ, აღარ მახსოვს. ზუსტად არ მახსოვს რომ გეგონა რომ სულ იქნებოდა პატრიარქი. იყო ესეთი შეხვედრაც გახდოთ თქვენ სიმღერები სნოზე, ყაზბეგზე. ჯვრის მონასტერში შეხვდით მაშინ. კი ბატონო, მაშინ თქვენ მიყავდათ, ნამდვილად მახსოვს და როგორი გახარებული იყო სათითაო გამოსვლას, როგორი რუდუნებით, როგორი სიყვარულით უსმენდა. მე კიდევ ერთი პატარა ისტორია აუცილებლად უნდა მოვყვე, მე რომ შევიყვანე ჩემი მეუღლე. ეს იყო ქრისტეშობის დღესასწაული და ჩემი მესამე შვილი, გოგონა ელენიკო, ძალიან განსაკუთრებულად მოემზადა პატრიარქისთვის უნდა ლექსი წაეკითხა და ლექსი წაიკითხა, ჩაიხუტა და ჩემი მეუღლე რომ მივიდა, თავზე ხელი დაადო, დამილოცნე ხათ და თქვენ იქნებით ერთობით, მეუღლესთან ერთად. თქვენ იქნებით მრავალშვილიანი ოჯახი. თქვენ გამრავლდებით და მინდა რომ თქვენისთან ახალგაზრდები გამრავლდნენ და ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი. რო გამოვიდით იქიდან მეუღლე მეუბნება რომ ნუ ჩვენ უკვე ძალიან ისე ქონა გადაწყვეტილო სამი შვილის მშობლები ვიყავით და არ ვაპირებდით არაფერს და ზუსტად დაახლოებით 7 თუ 8 თვეში მეუღლე მირეკავს და მეუბნება რომ ფეხზე მეტავარო ჯერ შოქში ვიყავი თავიდან რომ წამოვიდგინე მეთქი მარი ეხა არ არის მეთქი სამაგისოთ დრო რო ესე მეთქი მეშაპირო თქო რა რა ფეხზე მეტახარ მეთქი და კიო მაგრამ საინტერესო ის არის რომ ტყუპები მითხესო რა აი ვამო ფეხა აი მეთქი ეხა რას მეუნები არ დავიჯერე ერთი კვირა ამჯეროდა ეს
მე თვითონ წავიყვანე, არ დაუჯერე ვისთანაც იყო, რომელ კლინიკაშიც იყო და მე თვითონ წავიყვანე ჩემს მეგობართან ეხოსკოპიაზე და ვითხრე შოტკოპები იყვნენ, ორი ქალიშვილი შეგვეძინა, ანა და ელისაბედი. ასე გავხდით 5 შვილის მშობლები, მე და მარიამი. და მის გარდაცვალების დროს როდესაც მიდიოდა პანაშვიდები, ჩემმა მესამე შვილმა ელინიკო მითხრა, რომ მე მინდა რომ გამომიშვიდობო ჩემს ნათლულები არიან ალბათ. ნათლულს, ჩემს ნათლიასო და გეხოცები მამა წამოყვანეო და ჩვენი პატრიარქის ნათლულებთან ერთად ალაბრის მეტროდან თეთრი ვარდებით 4 საათნახევარი ხმა არ მოუღია, ესე მშვიდად, ესეთი სიყვარული მივედით და სხვათა შორის კახა იქ იყო მახსოვს. ძალიან კარგი დღეს რა სიმღერა უნდა შეგვისრულოთ, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს სიმღერა, რომელსაც ქვია ჩვენი პატრიარქის ჩოხოსნების ავტორები კიდევ ერთხელ წარუდგინოთ. ნუგზარ თოშიშვილი, კომპოზიტორი, ლექსის ავტორი ნიკოლოზ გოდერძიშვილი, არანჟირება გია მაჭარაშვილი და ჩამწერი სტუდია გოჩიტაშვილი ზაზა. აგებდონ მიკროფონი დაიკავეთ სცენა, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მეგობრებს. ვიყავარ პატრიარქო თელი გულითა და სულით. მე სანამ ცოცხალი ვარ, ის ჩემში იქნება ყოველთვის. ჯერა და ასე ვარ ტყოლა, დაიკავე სცენა, სცენაზე შეადგილ დატო, ესე იგი მომღერალი დატო გოდერძიშვილი შეგვისრულებს სიმღერას, რომელიც სპეციალურად მიეძღვნებს უწმინდესობას მის სიცოცხლეში და სწორედ ამაზე გარკვეულწილად საუბრობთ დატო და ახლა მოისმენთ ამ სიმღერას, გთხოვთ. თეთრი ჩოხა შემოგიცვამთ როგორც მყინვარს დამასრები ლომგულ მკერდზე ელვარებენ ფაფანაკი გულს გინათებთ მზესავით და ქარქაშებში სადევრები მღევარებენ ბედაურებს მიაგელვებთ ციხე კოშკთან გდეზე იფრენთ როგორც მთებში აწივები სიცოცხლესაც გაწირავდით ქრისტესათვის მამულისთვის სანთელივით დაიწვევი სახელობან გმირებისა ალგეც უკვე დაიზარდნენ მგლის ლეკვები გორდას კვალი ამშნევია თათებისა ალგეც უკვე დაიზარდნენ მგლის ლეკვები გორდას კვალი ამშნევია თათებისა
ძალიან დიდი მადლობა. კატო, ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციური შესრულებისთვის. მოწვევისთვის. დიდი მადლობა ტატო გორდეძიშვილი, მომღერალი გსტუმრობდა და ვიხსენებდით პატრიარქს და ეს სიმღერა ცხადია ეცვნებოდა მის უწმინდესობას. სიონის საპატრიარქო ტაძარში მოგხსენებათ თითქმის მე-40 დღეა არ წყდება მრევლის ნაკადი უწმინდესობის საფლავთან გუშინ სიონის ტაძარს ეწვია ხარაგაულის ტაძრის მგალობელთა გუნდი და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოგიყვებათ ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი თავისი სიუჟეტით. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მომლოცველები და მგალობლები საქართველოს არაერთი კუთხიდან და მსოფლიოდან, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საფლავზე ხალხის ნაკადი არ წყდება. ერის სულიერი მამის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი და ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და 12 მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი. მღვდელმთავარმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქრისტე აღდგა. მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მრავალს დაგვასწროს უფალმა ეს აღდგომის სიხარული, მადლი, წყალობა არასოდეს არ განხარებული იყოს ჩვენს გულებიდან. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს დღევანდელი დღეც მისი უწმინდესობის გამოძახილი არის თითოეულ ჩვენთაგანში და მადლობა მას კიდევ ყველაფრისათვის, რაც ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის გაწია ღვაწლი. და ეს ჩვენი ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდიც აი სულ ფიქრობდით ხოლმე რომ მადლობა იმ ადამიანებს კიდევ ვინც დაუკავშირდა ამ ყველაფერს და უპირველესი დიდი მადლობა კიდევ მის ყოვლად უსამღვდელოესობას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს მეუფე მელქისედეკს რომლის დიდი ღვაწლი არის დიდი დამსახურება არის რომ ჩვენს ტაძარში ზოგადად ხარაგაულის საკათედრო ტაძარი რომ ამ მდგომარეობაში არის და ხარაგაულის საკათედრო ტაძარს რომ ყავს ესეთი მგალობელთა გუნდი ეს თვითონ ხალხმა უნდა შეაფასოს ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამაზე როგორები არიან როგორი შრომობენ ამ ყველაფერზე და მის რეგენტს ბატონ თორნიკე ბაკურაძეს რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის დიდი შრომა აქვს ბატონ ზურაბ გოგოლაძეს რომელიც ბავშვებს ამეცადინებს ხოლმე გალობაში და ყველას დიდი მადლობა და იმ ადამიანებს კიდევ ბატონ დავით მაჭავარიანს რომელიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში იმ დატირების საგალობელს რომელსაც თეკლა ჯანიაშვილი გალობდა და აი ამ ყველაფრიდან წამოვიდა ეს ჩვენი სიონში მოსვლა მობრძანება და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მეუფე მელქისედეკის ლოცვა კურთხევით დაიგეგმნა დღევანდელი დღე მისი უწმინდესობის 40-თან დაკავშირებით მოგხსენებათ რომ ორ დღეში არის 40 უწმინდესის და მადლობა მას ყველაფრისათვის. ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა მისი უწმინდესობის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საგალობლების შეასრულა, მათ შორის პატრიარქის საავტორო ნაწარმოები კირი ელეისონ. ჩამოვედით რომ პატივი მივაგოთ მის უწმინდესობის ხსოვნას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ვიდალობეთ რამდენიმე საგალობელი. ქრისტე აღდგა, აღდგომასა შენსა, სულთათანა, წმინდა ოღმერთო, უწმინდესი საგალობლები კირიელეისონ. უფალმა გაანათლოს მისი უწმინდესობის სული. ჩანს რომ ჩვენ ჩვენი სიყმით ჩამოვედით რა დიდი სიყვარულით, ჩვენი გულით, სუფთა გულით. პატივი მიგვეგო მისი უწმინდესობისათვის. ბავშვებმა ეს გასვენების დღეებში მთელი ღამე გაათიეს. ესენი იყვენ ჩამოსული, მაშინაც მთელი ღამე იყვენ და არ დაუწუწუნიათ. მადლობა მამათომა, დეკანოს თომას, რა თქმა უნდა, მეუფე მელქისედეკს პირველ რიგში, რომ ჩვენი ეპარქიის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მღვდელმთავარი
მისი მაღალყოვლადო სამღვდელოებსა მელქისედეკი ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს, გვეხმარება. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს მეუფეს, ასევე ჩვენს მოძღვარს მამა თომა ლაცაბიძეს. ჩვენ უნდა შეგვესრულებინა დღეს მე პირადად იესოს ლოცვა, მომეცა ამის მადლი, საშუალება ძალა, რა თქმა უნდა ჩემი მოძღვრის დახმარებით, მისი კურთხევით და ძალიან მადლობელი და მადლიერი ვარ დღევანდელი დღით. მე შევასრულე კირიე ლეისონ პატრიარქის საავტორო საგალობელი და დიდი ხანია ამ საგალობელს ვგალობ ჩვენ საკათედრო ტაძარში. და ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი გამორჩეული საგალობელია, რომელიც უზომოდ მიყვარს და მით უმეტეს დღეს იმდენად გახარებული ვარ, აი ცოტა მღელვარებაც იყო, რა თქმა უნდა. ჩვენთვის უცხოა ეს სიონის საკათედრო ტაძარი, აქ არ ვგალობთ ჩვენ. მღელვარებაც იყო, მაგრამ ამასთან ძალიან დიდი სიხარული მით უმეტეს პატრიარქის მინდოდა პატრიარქის სიცოცხლეშივე მეგალობა, მაგრამ ესე მოხდა, თუმცა მის საფლავთან მაინც მოხდა და შევასრულე ეს საგალობელი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა უფალს პირველ რიგში, ჩვენს ეპისკოპოს მელქისედეკს, მოძღვარს დეკანოს თომა ლაცაბიძეს და ყველას უღრმესი მადლობა. პატრიარქი იყო ძალიან თბილი და ის იყო ძალიან ხელოვანი ადამიანი. ხატებს წერდა და გალობებს ასევე. მიხაროდა რომ პატრიარქის საფლავის წინ ვიყავი და ვგალობდი. ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და 12 მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი 90-იან წლებში დაფუძნდა. გუნდის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. დღეს მას 50-მდე წევრი ჰყავს. მადლობა ნინოს სიუჟეტისთვის, მადლობა მგალობლებს, მეუფეს, მამებს. ძალიან ცეთი შთამბეჭდავი და ემოციურია ესეთი შეხვედრები, თუმცა აქ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოდიან მოძღვრები, მგალობლები, ზოგი მარტო, ზოგი ერთად და არ წლება ნაკადი და ეს გაგრძელდება ცხადია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ ხდება 40 დღე მოსიუწმინდესობის გარდაცვალებიდან. ცხადია სპეციალური წირვა აევლინება სიონის საპატრიარქო ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ ტაძარში. და ჩვენ გვექნება სპეციალური გადაცემა დღეს ნახევარზე დაიწყება ხვალ გადაცემა, რომელიც სწორედ ამ დღეს მიეძღვნება. მადლობას მოგახსენებთ, რომ ამ დროს განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით და თვალყურს ადონებდით ჩვენს გადაცემას, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მადლობა შეხვედრამდე.